Marico, vamos a moverla. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში და ქვეყანა ნიკოლას მადუროს გარეშე. ვენესუელელ დიქტატორსა და მის ცოლს სილია ფლორეს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოში ბრალი უკვე წაუყენეს. კერძოდ მადუროს ბრალად ედება ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში მონაწილეობა, კოკაინის იმპორტის მიზნით შეთქმულება, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ფლობა, აგრეთვე ავტომატური იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ფლობის მიზნით შეთქმულება. მადურო ცოლთან ერთად ამერიკელმა სამხედროებმა კარაკასზე განხორციელებული დარტყმებიდან მალევე დააკავეს. ინფორმაცია მადუროს აყვანის შესახებ თავად შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გავრცელა და ოპერაციას წარმატებული უწოდა. დაკავებული ნიკოლას მადუროს ფოტო მედიაში მალევე გავრცელდა. ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს სილია ფლორეს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში წარუდგინეს ბრალდება. მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის კონსპირაციაში, კოკაინის იმპორტირებასა და ავტომატური იარაღის დამანგრეველი მოწყობილობების ფლობელობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ისინი მალე ნახავენ თუ როგორია ამერიკული სამართლის რისხვა ამერიკულ მიწაზე და ამერიკულ სასამართლოებში. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, მინდა მადლობა გადავუხადო მას სიმამაცისა და ამერიკელი ხალხის მიმართ პასუხისმგებლობისთვის. ასევე დიდი მადლობა ჩვენს სამხედრო ძალებს, რომლებმაც საოცრად წარმატებული სამხედრო ჩაატარეს და საერთაშორისო დონის 2 ნარკოტრაფიკერი დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს განცხადებით მადუროსა და მისი მეუღლის გარდა ბრალდებები წაუყენეს მათ შვილს, 2 მინისტრს და სავარაუდო ნარკოკარტელის ხელმძღვანელს. გარდა ამისა, ბრალდებულთა სიაში შედიან ვენესუელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რამონ როდრიგეს ჩასინი, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრი დიოსდადო კაბელო, აგრეთვე ექტორ გერერო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები კრიმინალური ნარკოკარტელის ხელმძღვანელად მიიჩნევს. ყველა ჩამოთვლილი პირი ნარკოტრაფიკინგის ორგანიზებაშია ბრალდებული. შტატებმა მასშტაბური საჰაერო სარაკეტო შეტევა ვენესუელაზე ღამით დაიწყო. ამერიკულმა ძალებმა პირველ რიგში მაღალი სიზუსტის სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით კარაკასის საჰაერო თავდაცვა გაანეიტრალეს, რის შედეგადაც უსაფრთხო საჰაერო ხიდის უზრუნველყოფა მოხდა და არმიის სპეციალური ძალების აერომობილური ჯგუფები ვერტმფრენების მეშვეობით ხმელეთზე გადავიდნენ. მედიაში გავრცელებული ცნობით, მადუროს დაპატიმრების ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების არმიის საარმიო სპეცრაზმის მებრძოლებმა, იგივე დელტა ფორსმა განახორციელა. Marico, llegamos a tiempo a la casa, yo. Marico, mira esa mierda. საჰაერო დარტყმების შედეგად დაიბომბა კარაკასის პორტი, ავიაბაზები, სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტი და ყაზარმები. No. Mira eso. Mira eso. Señores, algo está pasando aquí en el aeropuerto de Higuerote. Horrible, horrible. O sea, no sabemos qué es, pero algo pasó ahí. Algo está pasando, muchas explosiones, como pueden ver. Pero horrible, o sea, un coñazo demasiado fuerte. დარტყმების ქვეშ მოექცა ისეთი საკვანძო სამხედრო ობიექტები, როგორიცაა ფიორტე ტიუნას და ლა-კარლოტას ავიაბაზები, ასევე ელ-ჰატილოში მდებარე საკომუნიკაციო ცენტრი. ეს ობიექტები მადუროს კონტროლის ქვეშ იყო. Mierda, what the fuck? Mamá, huevo, ¿qué mierda es esta? ამერიკული საავიაციო დარტყმის ქვეშ მოყვა ვენესუელას სამთავრობო რაიონით, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საელჩოც მდებარეობს.
Mira, pero ven acá, no se metan para acá, pues no sabemos qué hay ahí que se pueda explotar. საჰაერო შეტევების დროს შტატებმა ვენესუელას ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე დასარტყმელად ტომაჰოვკის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტაც გამოიყენა. ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ოპერაციის დროს ამერიკელთა შორის მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ვენესუელელთა დანაკარგებზე კომენტარ ჯერჯერობით არ აკეთებენ. ¡Santo Dios! ¡Vete para acá, mamá! ¡Vete para acá, mamá! ¡A misiles, cuidado! ¡Dios mío santo! ¡No! ¡Baja esto! ¡Tira, mira los misiles! ამერიკის არმიის დარტყმების გამო დაკავებამდე ნიკოლას მადურომ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და ყველა პარამილიტარისტულ ჯგუფს ამერიკის შეჭრის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად გაერთიანება დაავალა, თუმცა უშედეგოდ. Mierda, marico, se prendió el peo en esta mierda, yo. Marico, llegamos a tiempo a la casa, yo. შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ რადგან ვენესუელის ახლა უკვე ყოფილი დიქტატორი დაპატიმრებულია, ისინი ვენესუელაში შემდგომ სამხედრო მოქმედებებს აჩერებენ. ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ნიკოლას მადუროს დაკავებას. 2020 წლის მარტში ამერიკულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად წაუყენა ბრალდება ნარკოტერორიზმში. გასული წლის ზაფხულში ტრამპის ადმინისტრაციამ გააორმაგა ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მადუროს დაკავებამდე მიიყვანდა. თანხა $50 მილიონამდე გაიზარდა. ფედერალური პროკურორები 2020 წელს ამტკიცებდნენ, რომ მადურო და ვენესუელას ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები კოლუმბიურ მიამბოხე დაჯგუფებასთან FAR-სთან შეერთებულ შტატებში კოკაინისა და იარაღის გადასატანად თანამშრომლობდნენ. ამავე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო მადუროს ბრალი დასდო დანაშაულებრივი ქსელის კარტელ დე ლოს სოლესის ხელმძღვანელობაში, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. მადუროს დაკავებას უკვე გამოეხმაურა ვენესუელის ორი მნიშვნელოვანი მოკავშირე რუსეთი და ირანი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის სამხედრო ოპერაცია დაგმო მას ვენესუელას წინააღმდეგ შეერაღებული აგრესიის აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ნებისმიერი საბაბი, რომელიც ამგვარ ქმედებას გაამართლებს, საფუძველსაა მოკლებული. რაც შეეხება ირანს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომელსაც სახელმწიფო მედია საშუალება პრეს-ტივი ავრცელებს, სავარაუდოდ თავდასხმა ვენესუელას სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და გაეროს ქარტიას არღვევს.